დილა მშვიდობისა ყველას. მოგესალმებით. ძალიან მარტივი მისახედრე მე მგონი დღეს რაზე უნდა ვისაუბროთ, ჩემო ლამაზო და კარგო ხალხო. ეს არის ფეხბურთი. რატომ ფეხბურთი? იმიტომ რომ მე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. განსაკუთრებით იტალიური კლუბის ასოციაციone sportiva della Roma. ეს დელა უნდა არ მახსოვს. ხო, რომის ბალიშკი ვარ, გულშემატკივარი. და სხვათა შორის სიტყვა გულშემატკივარი. რომასნაირ გუნდებს უფრო უხდება ვიდრე რეალს. რეალის ფანებს გულიაზე შეგდგებათ. არც არაფერზე ხო დიდი ალბათობით. ყველა კარგად იყავით რა. ნუ ხართ გულშემატკივრები. თქვენ იყავით სხვა რაღაცები. ჩვენ ვართ გულშემატკივრები, იმიტომ რომ გული გტკივა. მარტივია ცხოვრება. აი მეტად. მაგრაც ხელა რა. მაგრამ ერთი ეგაა რომ ფეხბურთი ისე მიყვარს. სხვათა შორის პირველად რო უყურე ფეხბურთს, პირველად უყურე მამაჩემთან ერთად, მამაჩემ ჩამეყვანა სახლში რა თქმა უნდა შუქი არ გქონდა, ჩავედით ტოტალიზატორში რა უბანში. იქ უყურებდა მთელი უბანი ხოლმე ფეხბურთს რა. ტოტალიზატორში კი არ თამაშობდნენ. პროსტა ისე ჩადიოდნენ და უყურებდნენ. შეკრების ადგილი იყო 90-იანებში, რა მარტივად რო აგიხსნათ. ხო და სადღაც 2000 წელი იყო, ანუ 99 რომ მე პირველად დავინახე ტოტის სიმპათიური სიფათი. რო დავინახე, ვახ, მეთქი ეს კაცი ვინ არის. გაიწია, გამოიწია, მე დავინახე მონტელა. ვახ, ესეც ვინ არის თო? აი ეგრევე, ანუ ზედმეტი ისიც არ მიფიქრია რა, ტოტი რო ბურთით დავინახე პირველად, რაც გააკეთა. არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ უქნია ახლა რო უყურებ, მაგრამ მაშინ მაგან რაც გააკეთა, ჩემთვის ეგეთი რაღაცა არ იყო. ნუ, ძალიან იშვიათი იყო ადრე ეგეთი ფინტები ხო. ორ კაცს შორის რულეტივით გააკეთა და გაძვრა. ისე ლამაზად თან, აი მეთქი ვახ. მაგიტომ მგონია რომ იტალიური ფეხბურთი უფრო მხატვრობა არის რა, ვიდრე სხვა რამე. ძალიან მიყვარს რა ფეხბურთი. იტალიური ფეხბურთი მიყვარს განსაკუთრებით რა თქმა უნდა. ძალიან ნაწყენი ვიყავი, კვარა რომ ნაპოლში თამაშობდა გოლებს არ გვიტანდა, მაგრამ ასისტენტს უკეთებდა ოსიმენს. ერთი 4 ასისტი აქვს ჩვენთან მე მგონი. ყველა ჯერზე გადაგვიარეს ხო, ნუ კაროჩი. ძალიან მიხარია, კვარა რომ PSG-ში არის რა. ანუ ქართული ფეხბურთი რო ესე გავითარდა, ეგ არის. აი არ ვიცი სიმართლე გითხრათ, რის დამსახურებაა რა, პროფესიონალი ბიჭები არიან. სხვათა შორის გუშინ იყო პირველად, როცა მე პირველად გუშინ ონლაინში პირველად, ანუ საერთოდ პირველად საუბარი კონტაქტი მქონდა კვარასთან. ტაშტანი კარით, იმიტომ რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. და მეუბნებოდა რომ TikTok-ზე ვიდეოებს რატო აღარ მეთქი, მოძველდა თქო. ახლა YouTube-ზე ვდებ თქო. იმედი აქაც მოვა, აქაც მიყურებს ხოლმე. ხო. ძალიან მიხარია რომ აი კვარა, ჟორჟი, აი ეს ბუდუ, აი ყველა ქვილთაია. ყველა ფეხბურთელი ვინც ყავს ნაკრებში ახლა არის პროფესიონალი. ანუ აღარ არიან ისეთი ფეხბურთელები რა, ადრე ერთი პერიოდი ქონდა ძალიან ცუდი ჩავარდნა რა. აი იცი როდის შოთა, კობი, კალაძე და ეგენი წავიდნენ, მაგის მერე თაობა იყო რაღაცნაირი მწველების თაობა ყავდა რა. და ჯანო იყო ერთი ამომავალი წერტილი და ჯანოაც ისეთი ტრამვები გამოიარა რომ კიდე კარგად არის. და სხვათა შორის ძალიან კარგი საქმეებს აკეთებს ჯანო ახლა. ლიპარტელიანს აჩუქა ბინა როგორც მახსოვს ბათუმში. ეხლა რა. და ყოჩაღ ჯანო. მე ძალიან დიდი გულშემატკივარი ვიყავი შენი. ყოველთვის. ახლაც რა თქმა უნდა, მაგრამ ფეხბურთი ძალიან ცუდია რომ ეგრეთ წარიმართა ჯანოს კარიერა რა. ვახ, ცოტა გაციებული ვარ მე მგონი რა, რომ ჩამოვედი კიდე აკლიმატიზაციას გავდივარ. რაღაცა უნდა მეთქო. კიდე რაღაცა მნიშვნელოვანი უნდა მეთქო. ეხა არის შანსი რომ რომაში გადავიდეს ან მიქაუტაძე, ან გოგლიჩიძე. ორივეზე არის შანსი, იმიტომ რომ იწერება რა. აქტიურად არ იწერება, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ რომელიმე მაინც გადავა რა. ოღონდ იმის გამო კი არა რომ ქართველები არის, იმის გამო რომ ეგეთი კარგი ფეხბურთელი ჩემ გუნდს დახატავს. შემტევი განსაკუთრებით გჭირდება. თან ჩვენ ანხელინიოს თუ გავუშვებთ, კაკრასაბაც დაგჭირდება რა, გოგლიჩიძე. მაგრამ მე ასე გოგლიჩიძე. ჰაი მე მე ოღონდ ფეხბურთს ეგრე არ უყურებ როგორც ყველა.
როგორც ხალხი იძახის, სიგარეტი რო გავაბოლი მაგ ფრაზის მე ალბათ ძალიან სასაცილოა, მაგრამ ეგ დაიგდეთ. ანუ ხალხი როგორც ფიქრობს, რომ მთავარი ფეხბურთელები არიან კრისტიანო რონალდო და მესი, ეგ რა თქმა უნდა ეგრეა, მაგრამ ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ტოტი. მეზარება შემოწმელა ტოტის მაიკა. მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე კარგი ფეხბურთელი არის ძველი ბრაზილიანი რონალდო. მაგაზე კარგი ფეხბურთელი მე არაფერი არ მინახავს და არავინ, არსად. სიგიჟია პროსტა, რაც ეგ კაცი აკეთებდა ხოლმე, ეგ იყო გენიოსი. უბრალოდ ტრავმები რო არ ქონდა, ბევრად უფრო წინ იქნებოდა, ბევრად, ვიდრე ხა ვიღაცები არიან. ვიღაცების სწორი ფორმაა ქართულ გრამატიკაში და შეგვიძლია მაგაზე ტყუილა არ დამაკლათ. რაღაც სხვა მოძებნეთ, თუ დაჯმაგინდა თქვენი ზანაც. ჩემი აზრით მსოფლიოს ჩემპიონატებიდან ყველაზე კარგი იყო 2006 წლის. იმიტომ რომ აი ეგეთი ტოპ გუნდები, აი არ მინახავს რა, მაგის მერე არც მაქამდე. საფრანგეთის 2018 და თუნდაც 2022-ის გუნდი შეიძლება ყოფილიყო ეგეთი ტოპსტარი, როგორიც ის იყო, მაგრამ აფრიკის ნაკრებით არიან წარმოდგენილები ფაქტობრივად კამერუნიდან და სენეგალიდან უფრო მეტი ხალხია, ვიდრე საფრანგეთიდან და ეგ არ ცვლეს არ ანიშნავს იმას, რომ საფრანგეთის ნაკრები, მაგრამ მაშინ რაც ეგრე იყო. მაგრამ მაშინ ვერ აღვიქოვდი უფრო მეტად მაგას. ახლა უფრო მეტად აღიქმება სხვათა შორის. იმიტომ რომ მაშინდელი სენეგალის გუნდებშიც მაინც ბევრი ფეხბურთელი იყო კარგი და ახლა აღარ არის ეგრე რა. ანუ ახლა იმენა თითოეულა ფეხბურთელი იჭდება აფრიკის გუნდებში და უმეტესობა ყველა საფრანგეთს ირჩევს, რომ მე იქნება იქ მოხვდეს რა. ეგრეა. ეხლა რაც ვილაპარაკე ზუსტია, ჩემი აზრით. ჩემი აზრით საუკეთესო მწვრთნელი შეიძლება იყოს არიგო საკი. Jose Mourinho და კარლო ანჩელოტი. მე პეპ გვარდიოლა არ მიყვარს. კლუიფიც, რა თქმა უნდა. შესაძლო ვერსიებში უეჭველი უნდა იყოს. მე არ მიყვარს გვარდიოლას ფეხბურთი, რა ვერ უყურებ მაგათ თამაშებს. მიევლენ ამ იმამდე, აი ის როგორ ისაა. FIFA-ს რო თამაშობდი ხოლმე რა, ვიღაც ტიპს რო ნერვები მინდოდა მომეშალა რა. მივიდოდი ხოლმე იქ ბურთს მივიტანდი, მე უკან ვაბრუნებდი მეკარემდე, მე ისე მივიდოდი ხოლმე იქამდე, მე ვაბრუნებდი უკან. ეგეთ თამაშის სიამოვნებას ვერ ვიღებ რა. გადი გადაუარი, აი ბაიერნი მევასებ. ჰაინკესი შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის პოზიციაზე. ჰაინკესი ძალიან მაგარი კაცია. მაგრამ ეხლა ძირითადად ძველ ფეხბურთზე ვლაპარაკობ რა. მაგრამ აგრამ ემასებოდა ძველი ფეხბურთი რა. ახალ ფეხბურთში იცით რა პრობლემა იყო ყოველთვის, რომ ცველები აღარ ვარგოდნენ რა. და იმდენად კარგი იყო რონალდო და მესი, რომ ფაქტობრივად შეუჩერებლები იყვნენ რა. რამდენი წელი. ხო და მუღამი არა აქ ეგრე. აი რონალდო და მესი პატარები რო იყვნენ, მაშინ ხო ვერ გექონდათ ბევრი გოლი. მერე ძველი მცველების თაობა რო ნახო იქნეს. გადაიარეს, 700 გოლები გაიტანეს წელიწადში და სეზონში 91 და რაღაც საგიჟეთები ხდებოდა. არ შეიძლება ეგრე. არ მომწონს ეგეთი არათანაბარი ფეხბურთები. ეხა უფრო კაი, ეხა ძალიან თანაბარი გუნდები არის, ბევრი კარგი გუნდი გვაქვს რა. ბევრი კარგი გუნდია მსოფლიოში, არსენალი მაგარი გუნდია. სიტი მაგარი გუნდია, ლივერპული ხო სასწაული გუნდი იქნება მომდევნო წელს. მომდევნო წელს PSG-მ თუ ვერ მოიგო და კვარამ თუ ვერ მოიგო მეორე ლიგაზე დიზვეთ, მაშინ მამარდა მოიგებს. ანუ სხვა ვერსია არ არის უბრალოდ რა, ანუ ბარსელონა დაივიწყეთ. თქვენ ჰანსი ფლიკი გევასებათ, იმიტომ რომ ეგეთ თამაშს ათამაშებს და ჰანსი ფლიკის ფეხბურთი ისე ღლის ფეხბურთელებს, რომ მოკლედ აზრი არ აქვს. დამიჯერეთ. მე ვიძახი აქედანვე, რომ ბარსელონას იქნება ძალიან კარგი სეზონის სტარტი და სეზონის ბოლო მესამედში აუცილებლად გაითიშებიან, აი ფეხბურთელები მოკვდებიან. ეგეთ თამაშს ენერგია ჭირდება და მაგდენი ენერგია ადამიანს ფიზიკურად არ აქვს. და არც მაგდენი შემცვლელი ყავს ჰანსის სიმართლე გითხრათ ბარსელონაში. მე ძალიან მაგარი როჟა ვარ, რომას გულშემატკივარება და ყველა გუნდზე ვიცი რა მინუსები აქვს და რომას მინუსებზე არაფერს არ ვიძახ. ჩვენ უბრალოდ ცუდი გუნდი ვართ რა ვქნა ახლა. ახლა გასპერინი რომ მოვიდა, მაგრამ რომ არც გაინტერესებთ და მაგიტო. ან მე მგონია რომ არ გაინტერესებთ. მაგრამ შეიძლება გაინტერესებდეთ რომა, იმიტომ რომ მე მიყურებთ და მე კიდე რომა მიყვარს.
შეიძლება ჩემი სიყვარულის გამო მოისმინოთ, მაშინ მოგიყვებით. ჩემი აზრით რომა არის გუნდი, მარადიული ქალაქი, მართლა მარადიული არის რა. აი ვერ წარმოიდგენთ უბრალოდ რამდენად რთულია თანამედროვე რეალობაში სადაც დაიწყებ ფეხბურთს. აი ალექსანდრ არნოლდმა როგორც ხსნა რა, ხო დაიწყო ლივერპულში. რაღაც ეტაპი მოვიდა, წავიდა რეალში რა, ძალიან რთულია რომ რეალში არ წახვიდე. ძალიან რთულია. მაგრამ ტოტიმ, აი ეს ლოგო, ამ ლოგოს ვატარებდა. გადაწყვიტა რომ მე სულ აქ ვითამაშებ და წერტილი. რომა უფრო პატარა გუნდი გახდა, იმის მე რაც ტოტი წავიდა. ტოტი იყო ერთი ცალკე კლუბი კიდე რა, ანუ ერთი სამი ფეხბურთელის ძალა ქონდა. წარმოიდგინეთ, რომ 16 წლის ბავშვი ხართ. და უკვე ძირითადში იწყებთ იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში. ტოპ 4-ში მაინც ხო შედიოდა მაშინ. შეიძლება ახლა არ შედის ტოპ 4-ში, მაგრამ მაშინ ხო შედიოდა. მაშინ იყო იუვენტუსი, მილანი, ინტერი და რომა. მაშინ ლაციო ვერ იყო კაი გუნდი. ლაციოს ჰქონდა კაი ერთი პერიოდი, მაგრამ აქ პერიოდში როცა ლაციო კარგი გუნდი იყო, რომა უკეთესი იყო. მე ეს ლაციოს ფეხბურთელები იუვენტუსში, მილანში, ინტერში მიმოიფანტნენ, რომა გააგრძელა ისევ ისე. ბიჭო, ფეხბურთი მარტო ის არ არის ბურთის გორაობა რა. ფეხბურთი არის ნება. და ნება სჭირდება ერთგულება ჩემი აზრით რა. და ერთგული ფეხბურთელები ძალიან მიყვარს. აი მაგალითად ახლა სანტი კაზორლა რაც გააკეთა ახლა, აი ხელებს წევ. სანტი კაზორლა ადგა და დაბრუნდა თავის ბავშვობის გუნდში. ტიპს იმხელა პრობლემები ჰქონდა, რომ შეიძლება ფეხბურთი კი არა, ვაფშე ვერ გაიარა ნორმალურად. და ადგა, წავიდა თავის ძველ გუნდში და პრიმერა დივიზიონში დააბრუნა. მაგაზე კაის ხო ვერაფერს ვერ იზამს. პრიმერა დივიზიონს რო ეძახი ლა ლიგას კიდე. ბებერი ვარ, მაგას გეუბნებით რა. კაროჩი. სანტი კაზორლა მევასება. ყველა ეგეთი ფეხბურთელი მევასება. და ყველაზე მეტად არაერთგული ფეხბურთელებიდან მიყვარს ზლატან იბრაჰიმოვიჩი. იმიტომ რომ სადაც იყო, ყველგან აურად აქონდა რა, ესეთი იყო. ძალიან მაგარი ფეხბურთელი არის ზლატანი. და ვიღაცები რო იძახიან ლევანდოვსკი, ჯობია ძალიან შორს ხარ, ძალიან ცდებით. მან გვარდიოლა რო არ ყოლოდა ბატონ ზლატანს, ბევრად უფრო უკეთესი შედეგები ექნებოდა ზლატანს. ამ ვაფშე დარჩენილი იყო ის წელი ინტერში. უეჭველი მოიგებდნენ, უფრო მარტივად მოიგებდნენ დაჟე. როგორ მიყვარდა ბიჭო 2010-იანების ფეხბურთი, 2010-იანზე მეტად 2000-იანების ფეხბურთი. აი შონ რაით ფილიპსი რო დარბის და ეშლი კოული მაგის გაჩერებას რო ჩაიჩობს, აი ეგეთი ფეხბურთი მევასებოდა. რა ვქნა ახლა? რაღაცები გონიათ. მე არ მგონია, მე ეგრე მიყვარს. დენის ბერგკამპი მევასებოდა. სულ არაფერი მაგისის ერთი ტრიალი მიღება. არ მახსოვს ვის დაანკეთებს, მაგრამ მაგისის მიღება ისეთია და ეს ბურთს ესე უტარებს, ზურგით დგას კარისკენ რა. ანუ ესე დგას უკან არის კარი. იქიდან მოდის ბურთი, აქ უდგას ტიპი. ფეხით ისეთ რაღაცას აკეთებს, რომ ბურთი ამ ტიპს წრეს ურტყავს და ეს აქედან ტრიალდება და აი რაღაცას ასწავლებს აკეთებდნენ. ეხა FIFA-ს თამაშობენ რობოტები, იდიმენ პასი უკან პასი წინ. მაგიტომ მევასება კვარა. კვარა რო ქართველი არ იყოს, მაგიტომ მევასება. მაგიტომ დამევასება, იმიტომ რომ კვარა როგორც თამაშობს, ეგ არ არის ისა, რა. სტატიკური ფეხბურთი რო აი ეს პასი მივეცეთ იქ, სადაც გახსნილი ისა ყვავს რა გუნდები. არასწორია. ზურიკოც ძალიან მაგარი ბიჭი ყავს. ქართველებს კი კაი ნაკრები ყავს ძალიან. ნეტა მსოფლიო ჩემპიონატზე თუ გავალთ. მე მგონია რომ თურქეთს სახლში მოუგებთ. აქ. ბულგარეთს ორივე ბულგარეთია ხო? ხო, მე მგონია ბულგარეთი, მაგათ ორივე თამაში მოუგებთ. ყველა წესით. ესპანეთთან ერთი თამაში მაინც უფრო გავაგოროთ და იქ თურქებმა შემთხვევით ესპანეთს მოუგონ. შანსი გვაქვს რა კაროჩი. ეხლა მე რაც დავთვალე ერთი ქულით გავასწარეთ ესპანეთს. სადავარჩი. აი როგორ არ მეგონა არასდროს რომ ესეთ რეალობაში ვიქნებოდი. მინდოდა, მაგრამ არ მეგონა. იმას დავითვლიდი მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთთან ამხელა შანსი გვექნებოდა. ვიფიქრე ძველი ეხლა 2007 წელი იყოს, ვიფიქრებდი რომ ბულგარეთსაც ვერ მოვგებდით, ერთი თამაში ჩავატარებდით ფრედ და იქ იქნებოდა ერთი ქულა გვექნებოდა ჯიგრული.
მე მგონი რას მივხვდი იცი რომ ეს თემები ზოგი თემა იმდენად ჩასაშლელია რომ მარტო ერთ ვიდეო არ ყოფნის რა და რა მე მგონი მეორე ნაწილებიც უნდა დავდო ხოლმე რა მაგალითად თქვენ მითხარით პასუხი რა ვიცი არ ვიცი ვერ ხვდები მე გუში მაგალითად რეპზე დავიწყე ეხლა ბანის და ივაჯის ვიდეოს უყურებდი სანამ ამას ვიდეოს გადაღებას დავიწყებდი და მე მგონია რომ 40 წუთი ვილაპარაკე და ყველაფერი არ მილაპარაკია მაინც გუშინდელი ვიდეო ვისაც ნახე გაქვთ 40 წუთია 40 წუთი მე თუ მისმენთ ძალიან დიდი მადლობა მაგრამ მე მგონი ჯობია რომ შევამცირო და რამე კონკრეტულ თემებზე ჩავშალო ხოლმე რა ანუ მაგალითად აი დავუშვათ მარტო ფეხბურთზე რო ვილაპარაკო მარტო ქართულზე ვილაპარაკო მარტო იტალიურზე ვილაპარაკო და ეგრე თან თემები რო არ ამომეწუროს თან მაგრამ ამომეწურება რაზეც მინდა რამდენსაც გინდათ იმაზე ვილაპარაკებ მალე დავაანონსებ იმას ანიმეებზე ვისაუბრებ ვისაც გინდათ მოსმენა ანიმეებზე რაღაცის და ანუ ვინც არ იცით დავუშვათ ანიმეები რა არის მე თუ მომისმენ შეიძლება დაინტერესდეთ ასე რომ წადეთ ეგ ვიდეო თუ შეგხვდათ არ გამოტოვოთ იმის გამო რომ შეიძლება მე თქვენთვის არასაინტერესო თემა იყოს ნებისმიერი თემა შეიძლება საინტერესო იყოს გაჩნია რამდენად კარგად აგიხსნით ვიღაც და მე მგონი რომ კარგი ახსნის უნდა არის წალია დღეს ყავა არ მაქვს ხო რა მინდოდა მე თქვა მოკლედ ფეხბურთი არის ნება რა ფეხბურთში უბრალოდ მე ყოველთვის მიყვარდა ფეხბურთელები რომლებიც ექსტრავაგანტულები იყვნენ და არ იყვნენ რაღაცა ეს ოთხკუთხედი თავი ყუთი არ ედოთ თავზე რა ანუ ყუთში არ ფიქრობდნენ აი ამ ყუთში და რაღაცა ისეც იგონებდნენ რაც არ იყო ისეთი რა და მიყვარდა ერთგული ფეხბურთელები ყოველთვის და ყველაზე მეტად მაინც მაგას ვაფასებ დაიცა ერთ შემოწო ხო იღებს აუ ჯერ ხო 16 წუთია ვლაპარაკობ ხო აი მე ძალიან მიყვარდა ეგეთი ისენი ესე ცოტა ცუდი ხმა იქნება მე მგონი და ჯობია ესე ვისაუბრო მე მგონი კავჩი ექსტრავაგანტული ფეხბურთელები მიყვარს რა და ვერ მოვთავსდი ნორმალურად ექსტრავაგანტულში გულისხმობა აი ჰატენ ბენარფა როგორიც იყო რაღაცებს ავაკეთებენ და აი ვა აი რაღაცებზე რო აქვთ ნაფიქრი ადამიანი რაღაცა ფინტს აკეთებს ეს ფინტი სადღაც ხომ უნდა ცადოს რო ცადოს ამისთვის ხომ უნდა იფიქროს რას აკეთებს და ტიპები ისეთ რაღაცებს აკეთებენ ხანდა მგონია რომ რა ვიცი მაგათ ტვინი არა რაღაც სხვა ბურთი აქვთ ტვინის მაგივრად და ეს ბურთი ეუბნება რომ აი აქ მომარტყი ახლა აი აქ ესეთი ძალით და სხვათა შორის ყველა ფეხბურთელმა წესით კარგად უნდა იცოდეს ფიზიკა იმიტომ რომ ბურთი სად რა ვითარებაში წავა და ქარს ითვალისწინებენ ხო ფაქტობრივად ახლა ვიღაცები ხო ეგრე გამოდის რა თავი და პატარა ვიყავი მეგონა რომ 7 მეტრიან კარებში ძალიან მარტივი იყო გოლს გატანა მე ერთხელ 11-11-ზე ვითამაშეთ და აშკარად ვწდებოდი ყველაფერი ავაცილო ვაფშე ან ძალა მაკლდებოდა ხოლმე რომ კარებამდე მისულიყო ბურთი მაშ პატარა ვიყავი მაგრამ მაინც ან არ ვიცი ეხლა ერთი სული მაქვს ფეხბურთზე ვსაუბრობთ ამ თემას აუცილებლად უნდა შევეხოთ ერთი სული მაქვს YouTube ლიგაროდეს დაიწყებ მე დავტრანსფერდი უბრალოდ მაფიაში ვიქნები ეხლა და აღარ იქით აღარ ეხლა მაფიიდან და მაფიაში სათამაშო დრო მომეცემა და მაგით გავაправებ ტრანსფერს თქვენი საყვარელი ფეხბურთელი ვინ არის? ბეუმეტესობის საყვარელი ფეხბურთელი ალბათ რონალდო ან მესი უნდა იყოს, ან მაქსიმუმ რონალდინიო, ზიდანი, ვინც მე მიყურებს ასაკიდან გამომდინარე ვცდილობ, რომ ეგრე პასუხები გაგცეთ, ვინ შეიძლება გულშემატკივრობდეთ. კაკას ფანებიც ბევრი უნდა იყოს წესით. აუ ადრე რა მაგარი ფეხბურთი იყო. ხადახან ახლა გული მტკივა ხოლმე. მე სიმართლე რომ გითხრათ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც ტოტის წასვლა რომ მახსენდება ხოლმე, ტირი ვარ. უბრალოდ არ მინდა რომ ეს ჩემი ცრემლები ახლა ვიდეოში ვამოაჩინო, თორე ახლა ძალიან თავისუფლად რომ შევყვე მაგ ფიქრებს აუცილებლად ვიტრებდი. რომა მაგის გამო შემეყვარდა, რომ ეს ადამიანი იმდენად ერთგული იყო ამ გუნდის, რომ შეუძლებელია რომ ეს გუნდი ცუდი იყოს რა. თუ ცუდია და ეს შევცდე მე მივყვები
სტოტის სიყვარულს, სტოტის ერთგულებას რა ვიღაცა ეგეთი ერთგული ეგეთი არავინ არ არის მეორე არ არიან ვიღაცები განათხოვებულები მაინც არიან ხოლმე რაღაც სხვა გუნდებში აი დეროსიც რა მაგარი ფეხბურთელი იყო დეროსი იმდენად კარგი ფეხბურთელი იყო რომ კარიერას რომ ამთავრებდა ფულს ამჯობინა ნება მართლა და ინიშნებად რომ არაბეთში წასულიყო საიდანაც ბევრი შემოთავაზება ჰქონდა რა თქმა უნდა წავიდა არგენტინაში ბოკა ხუნიორში და ითამაშა ერთი სეზონი იქ იმის გამო რომ აი ის სიამოვნება მიიღო რასაც ევროპის ქვეყნის ევროპული ქვეყნებიდან ფეხბურთელები და არა მარტო ფეხბურთის გულშემატკივრებიც ხედავთ არგენტინაში რაღაც სხვა ხდება რა აი ბოკა რივერის თამაში რო არის სხვა რაღაცა ეგ არ არის ისა ეს ჩვეულებრივი რაღაცა რიგითი თამაში არ არის რა და მიყვარდა შოტლანდიური დერბის ყურებაც მაგრამ ეგეც გაბანძდა City United ხო დერბიც აღარ არის Arsenal Chelsea-ც რა ვიცი ანუ იცით რა კლიათ იმხელა ფულს იღებენ ეს ფეხბურთელები ერთმანეთში რომ სიძულვილი აკლიათ თავისი ოპონენტების მიმართ აი მართლა მეც დავიგიდებდი ალბათ აი 5 მილიონს რო ვიღებ კვირაში ლეზე არ გიდია მოვიგებ თუ არა თამაშს მართლა აი მე ვითამაშებ ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ გაწმა თუ არ გავაკეთებ ეგეც არ არის პრობლემა 5 მილიონი ხომ მაინც მომცემ სულ გამაგდონ ამ გუნდიდან ეს 5 მილიონი ხომ აქვს ამ კვირაში აღებული უნდა კვირაში წუმი კაროჩი ფულმა ცოტა გააფუჭა ფეხბურთი მაგრამ ეგ არაფერი მაინც კარგი ფეხბურთელები წამოვიდნენ ახლა კაი ისა ჩემი აზრით ბაპე რეალში კიდევ უფრო მეტ გოლს გაიტანს მომდევნო სეზონში და მომდევნო სეზონი უკეთესი ექნება მაგრამ ვინისიუსი რავთ გამოსასვლელი რეალს მე თუ მკითხავთ ვინისიუსი არ არის ისეთი კარგი ფეხბურთელი როგორც იმ ერთ სეზონში გამოჩნდა რა ძალიან რთულია როდესაც ერთ რა ორი სეზონი თამაშა ძალიან კარგად შემოევლოს ჩემი თავი მაგრამ აქამდე დონდლო იყო ბენზემა იყო რო დარბოდა მაგას პასი არ მისცეთო აი ბენზემაც მაგარი ფეხბურთელი იყო აი ბენზემასნაირი ფეხბურთელებიც მიყვარს რა ხალხი რო ვერ ხედავს რამ ხლა საქმეს აკეთებს აი ბენზემას უფრო მეტი საქმე აქვს გუნდისთვის გაკეთებული იმ პერიოდში როცა რონალდო იყო ვიდრე აი რა ვიცი თუნდაც კროს მოდრიც ალბათ ორივეს ერთად არა მთლად მაგრამ ცალ-ცალკე ორივეზე მეტი საქმე აქვს ჩემი აზრით შავ საქმეს აკეთებდა და მაგის გამო ძალიან ბევრ შავ საქმეს აკეთებდა აი ჟირო რო იყო 2018 წლის მსოფლიოზე კარში რო არ დავუყარში კარშიკენაც არ დაურტყია მე მგონი ვაფშე არ დაურტყია ტიპს რა და მე თუ მკითხავთ იმენა ეგეთი ტოპ პერფორმანსი ძალიან ცოტას ჰქონდა მაგნაკრებში ყველა ფეხბურთელის გადაყვანაზე აი ყოველთვის სწორ ნაბიჯებს დგავდა აი ფეხბურთელისთვის ეგ აღნიშნო მე ანალიტიკურად უყურებ ფეხბურთს რა ფოტოშოპში ხო არ დავიწყო რაღაც სხვა კონტენტის ფეხბურთზე დაკავშირებით თუ ვინმე იქნება მაყურებელი მითხარით და მე შევეცდები რომ დავიწყო რა იმიტომ რომ არ მეზარებ მართლა არ მეზარებ ფეხბურთი ისე მიყვარს რომ შემიძლია ეხა 12 საათიან ვიდეო დავდო რა ძალიან თავისუფლად ვილაპარაკებ არც დავიღლები არც ის მომივა ძალიან მარტივი არის რა ნეტამ სოფლიოზე გავიდეთ რო ფიქრობ ხო აი მუცელში რაღაცა მივლის რა მიმძიმდება და აი თან ვიცი რომ შანსი გვაქვს და რო ვიცი რომ შანსი გვაქვს ანუ ადრე რო გქონდა 4%-იანი შანსი ხო გვაქვს 30-40%-იანი შანსი და ეგეთი შანსი რომ მაქვს რო ვიცი უფრო მეშინია იმედგაცრუების ძველ ნაკრებს ეგ პლუსი ქონდა რომ იმედი აღარ გვიცრუდებოდა რა შევეგუეთ რაღაცა ეტაპზე რა აგებენ მე რა მაგიტო უფრო გაგვისწორდა მე ეს ნაკრებმა რომ მოგებები დაიწყო რომ მეთქი რა ხდება დო ყოველ მომდევნო თამაში მეთქი წავაგებ თამაშს მე რა მოვიგეთ ვა შეგვებული ვეყავი მე იმენა შეგვებული ვეყავი რა თქვია რომაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია რა ვქნა იმენა საწყალი გუნდი არის ჩემთვის არის მიყვარს მე ძალიან მინდა ეს ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ძალიან მინდა რომ კარგად თამაშობდა ფეხბურთს მაგრამ იცით რა ხდება აი ტვინში რაც ძვალაგებ ხოლმე ტვინში რაც ვიცი რომ უნდა გავაკეთო სხეული არ მიშვებს ანუ არარეალურს კი არ ვთხოვ რაღაც სალტოს კი არ ვაკეთებ არსაიდან
მაგრამ აი ვიცი რომ ეხა ბურთს ფეხი ისე უნდა მევარტყა რომ მომდევნო ფეხბურთელამდე მივიდეს ისე როგორც აი წინ უნდა მივიდეს რაღაცა ძალიან თუნდა დავარტყა მაგას გავაკეთებ და აი რაღაცა ეტაპზე ჩემი სხეულის რომელიღაც ნაწილი აუცილებლად მიმტყუნებს ხოლმე მაგრამ ვარჯიშიც არ შეიძლება ბევრი რა ნიტოა ვაჰ ცერტლო გითხრათ მე ბარსა რეალის დომინანციის დროს ფეხბურთით ვეღარ ვინტერესდებოდი რა ძალიან მარტივი იყო ყველაფერი უკვე და აი აღარ მაინტერესებდა რა მართლა აღარ მაინტერესებდა დაძაბულობა თუ არ არის ფეხბურთში ეგრე ვერ მიზიდავს რა მაგიტო უყურებდი პრემიერ ლიგას ეგ პერიოდი სულ აი სუ პრემიერ ლიგაზე ვიყავი ლესტერმაც რო გამოაცხო აი იმენა მანდ ვიყავი სუ ფიქრობდი რომ რაღაცა ეგეთი აუცილებლად მოხდებოდა ოღონდ ინგლისში სხვა ქვეყნებში არ იყო კიდე ეგეთი შანსები გასუსტი გუნდს რაღაცა ეჩალჩი ლევერკუზენზე თუ იწვით ლევერკუზენი არ იყო სუსტი გუნდი იმსახურებდნენ და მოიგეს კიდევაც ძალიან მაგარი გუნდი იყო ლევერკუზენი მაგრამ ჯაიშალა ეგ ფრიმპონგი ლივერპულში ფლორიან ვირცი აუ ეგ რა ფეხბურთელი იყიდეს ბიჭო აი მამარდას პროსტა რამხელა რა კაი გუნდი შეხვდა როგორ მიხარია ბიჭო აი ჟორჟიც რომაში მინდა და ეგ არის რა ჟორჟი რომაში მარტო იმის გამო კი არ მინდა რომ რომასთვის იქნება უკეთესი ჟორჟისთვის იქნება უკეთესი იმიტომ რომ გოლის გამტანი არ ყავს 90 წუთი ეგ უნდა იდგეს და აუცილებლად გაიტანს გოლებს იმიტომ რომ ნახევარდაცვა კაი ყავს შენ დაცვა არ გვივარგა და დაცვის გამო ვერ ვშვებით ვერაფერს შეიძლება ნახევარდაცვას აღარ გვივარგოდეს იმიტომ რომ პარედესი მიდის და პარედესი კაი ჩამშლელი არის ძალიან და მეწყინა ისე ვარდეს პეშიზედან რომ გადმოვიდა თარჯემილი იყო მოეგო ის ლიგა და მე დამსულიყო არ მეწყინებოდა ვიღაც ადამიანებს ახლა გაქვთ ეგეთი შეგრძნება რომ აი თქვენი ახლო მეგობარი არის აი ეგრე ვარ რამდენ ფეხბურთელზე იცით აი მგონია რომ შევხვდები და ველაპარაკო სხვათა ქვილით აიაზე ვიყავი ეგრე და რო შევხვდი მართლა ეგრე მელაპარაკა რა ან მე ხო ეგრე ველაპარაკე როგორც აი ძველი მეგობარი და ისიც ეგრე მელაპარაკებოდა და მეთქი რა ხდება ეს რა რეალობაში გავიღვიძე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი თავის მართლა რომ თავის დროზე რაღაცა ისეთები დავიწყე აი ეს TikTok და რაღაც დებილობები რაც ვაკეთე ცხოვრებაში მარტო იმის გამო ღირდა რომ მე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ასე თუ ისე ცნობენ აი მართლა გეუბნებით თან ძალიან მორცხვი ადამიანი ვარ მაგ სიმორცხვეზე ცალკე მე ერთ ვიდეოს ჩავწერა აუცილებლად ოღონდ ჩემს აზრით კი არა ზოგადად სიმორცხვე და რატო არ უნდა ვიყოთ მორცხვები მაგას წაგიხსნით მაგრამ ვახ აუ ეხლა რომ ამ ვიდეოს ცოტა ნახვა კონდეს იმიტომ რომ ფეხბურთი აწერია და ინტერესის სფერო რო არ იყოს ძალიან მეწყინება ძალიან მეწყინება იმიტომ რომ ფეხბურთის გარდა სხვა რაღაცებს ფეხბურთი ემოციაზე უფრო ვლაპარაკობ ვიდრე ფეხბურთზე არ გამიშლია 4-3-3 და ეგენი მაგრამ ისე ჩემი აზრით ყველაზე კაი ფორმაცია სათამაშოდ არის 4-1-2-1-2 რა ოღონდ ფლანგებზე უნდა იყოს ნახევარდაცვა left mid-ზე და right mid-ზე ანუ 4 მცველი მარცხენა მცველი შემტევი ცოტა მარჯვენა მცველი შემტევი ცოტა ცენტრალური ნახევარმცველი ჩამშლელი ერთი ნახევარმცველი ფლანგზე იმ მარცხენა მცველთან ერთად რომელიც შეტევაში მიდის და ესენი ერთმანეთს უნდა ანაცვლებდნენ რა ხანდახან დაცვაში ჩამოდიოდეს ეს ნახევარმცველი და ის შეტევაში ადიოდეს რომ უფრო მეტად ენერგია გადაანაწილდეს მე ერთი 10-იანი იმენა 10-იანს ძალიან დიდ პატივს ჩემ ფეხბურთში 10-იანზე კარგი პოზიცია არ არსებობს ფეხბურთში ჩემი აზრით 10-იანზე კარგი კი არა 10-იანზე საჭირო და ზევით ორი ცალი სტრაიკერი ოღონდ ერთი უბრალოდ წინ უნდა იდგეს ვინც ალბათ თამაშგარეს ზოლს გაყვება და მეორე უნდა იყოს კაცების გადამყვანი ამ პირიქით იმან გადაიყვანოს კაცები და ეს იყოს ღია დამრტყმელი ეგეც არ იქნება დებილობები ვილაპარაკი ხო მე მგონი ძალიან დებილობები ვილაპარაკი მაგრამ
გისურვებთ რომ ყველას გიყვარდეთ რომელიმე საფეხბურთო კლუბი ისე როგორც მე რომ ამიყვარს რა მართლა იმიტომ რომ ალბათ რომას სიყვარულმა მე რა ემოციების განმაცდებინა ეგეთი ემოციები აი ესე ყოველდღიურობაში ვერ იპოვით რა ანუ სხვების კამბექი აი ხა ლივერპულის მოგება ბარსასთან ლივერპულისგან უფრო მოსალოდნელი იყო მაგრამ მე ჩვენ რომ მოუგეთ მე ბარსელონასთან მქონდა მეოთხედ ფინალის თამაში მოკლედ მარტივად რო აგიხსნათ 4-1 წავაგეთ პირველი თამაში და რომში ჩამოვიდნენ და მალევე გავიტანეთ გოლი მეგონი დეროსი გაიტანა არა ცეკომ გაიტანა თავიდან პირველი გოლი მე დეროსი გაიტანა პენალტი უბრალოდ მახსოვს და ბოლოს იყო მანოლასის თაური და მაშინ ის იყო რა სტუმრად გატანილი გოლი უფრო მეტად ფასობდა და 4-1 ქონდა წაგებული და აქ 3-0 მოვიგეთ და გავედით მაგდროთა ეგ თამაში რო ჩასტვინა საჯმა მაგის მერე 1-2 დღე არ მახსოვს დღემდე არ მახსოვს ერთი რაც ვიცი უეჭველი მე შემიყვანეს იმაში აბაზანίδში ვიდექი თურმე ტანსაცმლი სათვალე მეკეთა რა ანუ მხედველობის სათვალე მჭირდება და მხედველობის სათვალე მეკეთა და აბაზანში ვიდექი და ტანსაცმლით და ბანაო მეთქი ვიღაცას მეუბნებოდი ანუ ვინც მეუბნებოდა რომ რას აკეთებ ტანსაცმლით ვიდექი ძალიან დიდი ხანი ვიყავი და მე მამაჩემ შემომივარ და ტანსაცმლი რომ ნახა გაგიზდა ალბათ არ მახსოვს აი მაგას გეუბნები რომ არ მახსოვს მე გამოვედი აქედან ძალიან ბევრი ფული მქონდა მოდი ეს თქვათ კარჩე ჩემს მაგაცებს არ ჯეროდათ რომ აგავიდოდა რა და მე რაღაც ეტაპზე მართლა მეგონა რა სანამ თუ გინდა და Facebook-ის პოსტები მიდევს 2018 წლის მაისი არა აპრილი ან მარტია რა შეგიძლიათ ჩაყვეთ რა ჩემს Facebook-ზე და იქ ნახავთ რომ მე ვიზახი რომ ვის არ გჯერათ რომ აგავა ყველას დაგბლოკავთ თქო რა და დავბლოკეთ ჩემი მაგაცები გეთ იმიტომ რომ მაგარი დარწმუნებული ვიყავი რომ რომა გავიდოდა ხო და მაგარი დარწმუნებული რომ ვიყავი ვიღაცებს ჩემი მაგაცებს არ ჯეროდათ მე მაგარი მაყუთი შევაგდე რომას გასვლაზე თან მაგარი კოეფიციენტი ქონდა ხო და ესენი მეუბნებოდნენ რომ აი აგებო ფულს ოტყუილაო ყარიო ჩემთვის მოგეცაო და ეგეთ რაღაცები თან ბარსას ფაინს მაგაცები მეუბნებოდნენ მაგას განსაკუთრებით და მე რო გაჩვენე ხო კაროჩე ვიღაცამ გამახსენა რომ ფული მქონდა მოგებული არა და კაი ფული მქონდა მოგებული და არ მახსოვდა ვაფშე აი სპორტის ბილეთებს ვერ შევეშვი მე ასება რა ხანდახან ბილეთების წერა იშვიათ ეგეთ რაღაც აიკონიკ თამაშებზე მაგრამ ასწორებს ახლა მაგალითად ფინალზე კვარას გოლი ხო ყველას გეწერათ ახლა ვინც უმიყურებთ ან ხო გეგონათ რომ უნდა დაგეწერათ რა ეგეთ რაღაცებზე მე არ მაქვს ხოლმე ის რა თამაში ცუდია მაგრამ თუ გასართობად თამაშობ და არა მოსაგებად კაია რა რელაქსია რა მაგაზე არ ჩავწერა ასდროს ვიდეოს იმიტომ რომ მაგიმის საუბარიც ძალიან ისეთია რა ძალიან გამიჭირდება მაგაზე საუბარი იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნეგატივი აქვს მაგ თემას რა გარშემო მაგრამ ის სპორტის პონტი კიდევ მესმის უფრო რა ის არ მესმის ის ჭომე შენ ეგ არ მესმის იმიტომ რომ მართლა ჭამენ აი საწავედი კაცო არა მან დარმინდა მე მევასებოდა დეპორტივო ლა კორონია მე მევასებოდა ეგეთი გუნდები რა ყოველთვის ანდერდოგებს გულშემატკივრობდი ყველაფერში არ ვიცი რატო ერთადერთი და მე ვარ ადამიანი რომელმაც კალათბურთში ჩიკაგოს გულშემატკივრობა დაიწყო მაშინ როდესაც ჯორდანი მორჩა ვაფშე დებილების გუნდი იყვნენ ჟოაკიმ ნოა და ისინი დამხვდნენ მაგრამ რა ვქნა კაი გუნდი იყო ჰაინრიხი სათვალე ქონდა ისეთი ცუდი როგორ ამას კალათბურთი მე რა იყოს ჩემი აზრით სოფლიოს საუკეთესო გუნდი კლუბი უბრალოდ არის რეალი ამაზე არ ვდაობთ რა სოფლიოში საუკეთესო ყოველთვის ყველაზე კარგი გუნდი იყო რეალი ეს ერთი
მეორე ადგილზე არის ალბათ მილანი და მესამეზე არის ლივერპული. მეოთხეზე ბაიერნი, მეხუთეზე ბარსელონა. შეიძლება მეხუთეზეც არ არის ბარსელონა თან, იმიტომ რომ მანჩესტერი გამოჩნდა. მეხუთეზე მანჩესტერი. მანჩესტერ იუნაიტედი ახლა რო ცუდი გუნდია, იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი გუნდია. ეგრე ბარსელონა აი დონდალო გუნდი იყო, სანამ არაფერს არ მართლა არაფერს არ წარმოადგენდა. ეგ რეალის კონკურენტებად ითვლებოდნენ ესპანეთში და ხო, აი მეტი არავინ არაფერი არ იცოდა მაგათ შესახებ. ლიგა ერთი ცალი კონდათ მოგებული. ეგეც რა ვიცი რომელ წელს არ მახსოვს, მართლა არ მახსოვს. რაღაცნაირად დონდალო გუნდი იყო რა. მე რივალდო რო თამაშობდა მაგ პერიოდში კიდე შედარებით კაი გუნდი გაიჩნდა. მაგრამ მაინც ჯერ ვაფშე 5 წელი კაპიტნობდა ფიგუ მაგათ ბიჭო 5 წელი და რეალში გადავიდა. აი ეს როლეს ღორის თავი მაგრამ. მაინც ისაა რა, ანუ მან ბარსა არ არის. ბარსა არ არის ისეთ დიდი გუნდი, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი 5 გუნდი. რეალი, მილანი, ლივერპული, მანჩესტერი, ბაიერნი. ბაიერნი. იუვენტუსი დიდი გუნდია იტალიაში, მაგრამ ევროპაში მერე. ევროპაში მილანი ბევრად უფრო წინ არის რა, ყოველთვის ბევრად უფრო წინ იყო თან. იუვენტუსი მერე. კიდე რა ინფორმაცია მოგაწოდოთ ჩემ აზრზე. და ჩემი საყვარელი გოლი. ნუ ტოტის და იმას რაც არ შეეხება რა, აი ვიღაცა უცხო, პროსტა ისე ლამაზი გოლი. რაც იყო ინგლისში იყო ჯოკოული. 2006 წელს არ მახსოვს ვის გაუტანა. ნიტო ტრინიდადი და ტობაგო, ნიტო შვედეთი, არ ვიცი, არ მართლა არ მახსოვს. კერდით იღებს, სადღაც დგას საჯარიმოს მარცხენა მხარეს და ბურთს ისე ურტყავს, რომ ეს ესე ლამაზად იხვევა, რომ აი ულამაზესი გოლია. აი ჯოკოულის ეგ გოლი ნახეთ. ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო ჯოკოულიც. პროსტ ძალიან მოკლე პერიოდი იყო და დაბალი იყო თან. ეგ მინუსი ჰქონდა. მაგრამ ესიც დაბალია. მაგრამ ეს მესია. აუჩი. მესი რონალდუში მართლა არ ვიცი რომელი მირჩევნია რა, ერთი მეორეზე უკეთესები არიან ტიპები რა. წლების მიხედვით თუ გამოარჩევ რომელიც ჯობდა, თორე ესე ვინ ვის ჯობია, მან სიგიჟეა მაგაზე საუბარი არის. აბსოლუტური სინემა კი არა და ანუ აზრი არა აქვს რა. აი იმენა აზრი არა. ვერ ვხვდები აი დაუშვათ მესი ჯობია, რითი ჯობია. რონალდო რატო არ ჯობია? მე კაი ხა რონალდო ჯობია, რითი ჯობია? რატო მესი არ ჯობია? ძალიან მაგარი არის ბიჭო, ორივე. ძალიან მინდოდა ხოლმე რომ რომაშიც ყოფილიყო ერთი ვინმე ეგეთი. მაგრამ ყველაზე კარგი ფეხბურთელი ვინც ახლა ბოლო პერიოდში ყავდა არის ალბათ სალაჰი. და სალაჰი ჩვენთან რო დებილი იყო, ეგეთი დებილი აფეა მინახავს. მართლა გეუბნებით, აი, ჩემი ძმაკაცი არის თორნიკე რევია. თორნიკე რევია არის ლივერპულის გულშემატკივარი და ლივერპულმა რო იყიდა რომადან სალაჰი 40 მილიონად ვაიმე რა მაგარა შეგტენეთ მეთქი თქვენ ხო წარმოდგენა არ გაქვთ თქო რა მართლა ეგრე ფიქრობდი ახლა აღარ ფიქრობ მაგრამ მაშინ ეგრე ფიქრობდი პირველი სეზონი ჩამთავრა მეორე სეზონი ჩამთავრა მაინც მეუბნები მეთქი ანუ ეს ესეთი არ იყო ძმაო და რაღაცა ისა რა უმართლებს მეთქი თას რაღაცას ვიზახდი მაგრამ საბოლოო ჯამში ტიპი იმენა ტოპსტარი გახდა მაგარი ფეხბურთელი დადგა, მაგრამ კლოპმა დააყენა ალბათ რა. ჩვენთან გეუბნებით ბურთს რო იღებ. აი, მაგდენი ბურთი რაც მაგას გამაზული რომაში, აი, იმ დღეს კალა მეუბნებოდა, რომა რეალი იყო 2-0, 2-0 წავაგეთ, ორივე თამაში არ მახსოვს რომელი წელი. მაგრამ აი 2-0, 2-0 წავაგეთ. აი ეგ 2-0, 2-0 ნახეთ. უნდა მოგვეგოც, აი სალაის მაგირად რო ყოფილიყო. ვინმე ნებისმიერი სხვა, ანუ არ ვიძახი ვინმე კარგ ფეხბურთელს. ნალუბოი ძმო, აი ივაჯი რო ყოფილიყო სალაჰის მაგერად. მაგ თამაშს მოვიგებდით. იაროჩი. სალაჰის მომენტები რო კარჩ ხომ იხდით რაც ვთქვა. მოკლედ, ჩემი ძალიან დიდი სურვილია რომ მთელი ქვეყანა იყოს ჩართული ფეხბურთში, იმიტომ რომ ფეხბურთი არის სპორტი, რომელიც ყველაზე კარგად გამოგვდის
ჩემი აზრით და ყველაზე მეტად გვიყვარს კიდევაც ერის უმეტესობას. აქედან გამომდინარე ფეხბურთსაც უფრო მეტი მაყურებელი ეყოლება. ეროვნულ ლიგაშიც უნდა ვიაროთ რა. მე დავდიოდი ერთ პერიოდი, მაგრამ ეხლა ვეღარ დავდივარ საქმეების დაგამო. მაგრამ აი უნდა ვიაროთ რა. უფრო მეტი გვერდში დგომა უნდა დავანახოთ, მაგრამ ჩვენ თვითონაც გვიტყდება რაღაც პატარა კორუფციული თემები იცდება ხოლმე გუნდებში და რაღაცები ხდება. და მაგის გამო უფრო მეტად კიდია ხოლმე ალბათ. მე ეგრე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. მაგრამ მაინც ჩვენი უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ფეხბურთელები დაიბადებიან უფრო მეტნი საქართველოში უფრო კარგები. აი ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხვიჩა ძალიან ბევრს მიაღწევს, მაგრამ ხვიჩაზე უკეთესების გაყოლება სამომავლოდ. მე მგონია, რომ ამ სეზონში ოქროს ბურთი ვიტინიას ეკუთვნის და არც დემბელეს და არც სხვა ვინმეს. მაგრამ მომდევნო ორ სეზონში კვარა რომელიღაცაში ოქროს ბურთს უეჭველი აიღებს. და მე რეგლდაინს ლომბარდში ჩავდებთ ბიჭები. კაი ხო, კაროჩე. მე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ კვარა აიღებს ოქროს ბურთს. ძალიან დიდი იმედი მაქვს თუ კონკურენციაში რომელიმე სხვა ქართველიც ეყოლება და ტოპ 3-ში ორი წელი ქართველი იქნება, ისე როგორც pound for pound ranking-ში ვართ, ეხა ილია და მერაბი და იო. ძალიან დიდი იმედი მაქვს კიდე გურამ აკუთათელაძე და ალექსანდრე თოფურია მაგ pound for pound-ში გაიჩნდებიან მალე. მაგრამ ვერ გვიანია მე მგონი უკვე გურამისთვის. მაგრამ გურამი ძალიან მაგარი მებრძოლია. ძალიან მაგარი. აი ალექსანდრეს ხო აქვს შანსი მაგ pound for pound-ში რომ გაიჩნდეს. აზზე ხართ top 3-ში რომ ორი თოფურია იყოს. რა მაგარი ერი ვართ ბიჭო. ხო ვერ ხვდებით ჩემი რა. და მიხვდით. თორე მე გვიანი იქნება ძმა. ძალიან მიყვარხართ. გამოიწერეთ არხი. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ არ მოგეწონათ, მაგარ გამოიწეროთ, მაგრამ დაალაიქეთ მაინც რა, თუ უყურე დაალაიქე ხა. რა აზრი აქვს. ამდენ ხანი ტყუილა ხო არ დაკარგი, მე მაინც გამისწორე. კარგად იყავით.